გამარჯობათ. საქართველოში დიდი პროექტი დამთავრდა. თუ არ დამთავრდა, დამთავრების სტადიაშია. ეს არის გზა შავი ზღვისპირეთიდან, სამეგრელოდან, ჯავახეთისკენ, სომხეთი, ირანი და ინდოეთი. აი გზის გაკეთება უნდა 90-იანი წლებიდან, საფრანგეთს უნდა ეს. და ეს პროექტი ჩააგდეს ქართველებმა, იმიტომ რომ საფრანგეთმა ჯეროვნად ვერ შეაფასა ქართველების როლი. ის რომ ეხლა იქ საფრანგეთი არმენებმა დაარწმუნეს, რომ აი ეს ქართველი დაუშვათ სახელმწიფო მოღვაწე ვიღაც მკრტჩანაშვილია და მკრტჩიანიდან ვიღებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი არმენი ჩემთვის მკრტჩიანია, ცნობილი მსახიობი მიმინოდან და ამიტომ ეხლა სხვებს რა გადავწვდე, ამიტომ ესე ვამბობ. მათ დაარწმუნებს, რომ ესე იგი ეს ჩვენი ხალხია და ამას ყველაფერს ადვილად გავაკეთებთ. იქ ვიღაცები გამოჭერილი ყავდათ, ზოგი ფარული კამერებით, ზოგი ფულით, ზოგი რა ვიცი, დაშინებით და ასე შემდეგ და არწმუნებდნენ იქ საფრანგეთში, რომ ჩვენ ამ პრობლემას, საქართველოს პრობლემას მოვაგვარებთ, ოღონდ თქვენ ასე გვერდში დაგვიდექით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ვერ შეძლეს ამ გზის გაჭრა ჯავახეთიდან ზღვისპირეთში სამეგრელომდე. ახლა ბათუმს მაგათ უკვე არავინ არ მისცემდა და ესე გასაგებად მიახვედრეს, რომ ბათუმი არ არის სომხური ინტერესების სფერო და გადაერთნენ სამეგრელოზე. ამიტომ იყო ახლა 90-იანებში მეგრელების ცვენა ეროვნულ გამათავისუფლებელ ბრძოლაში, იმიტომ რომ მათ რასაკვირველია ითამაშეს მეგრელების განსაკუთრებულობაზე საქართველოში, აი რა წონაც აქვთ, აი რა უნიკალური ბრილიანტია ხო სამეგრელო საქართველოსთვის და ყველა ქართველს აი გინდა გააზრებულად, გინდა გაუაზრებლად ესმის, რომ სამეგრელო არის საქართველოს ბურჯი. და მათ ძალიან კარგად ითამაშეს ამაზე განწყობებზე. ეს პროექტი, რომელიც იყო აი სამეგრელოს დაპირისპირება დანარჩენ საქართველოსთან, ან დანარჩენ საქართველოს დაპირისპირება სამეგრელოსთან, ეს ჩავარდა. ამ პროექტში იყო რასაკვირველია, ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებაც, ის მე შეგახსენებთ იმ ცნობილ სუფრას ხო, სამეგრელოში, როდესაც კოსტავა და გამსახურდია საუბრობენ, რომ სამეგრელო უნდა იყოს ერთ-ერთი აი ეს ფორპოსტი, რომ ჩვენ იქ აფხაზეთისკენ სვლა, ესე იგი აბიჯები გადავდგათ, აი შუამავალი, ალბათ აქ სამეგრელოსთან ერთად იგულისხმებოდა გალის რაიონიც, აფხაზეთის მეგრული მოსახლეობა, რომ ისინი როგორღაც მეზობლები რო არიან, ახლა იქ დაუშვათ სოხუმში ან ოჩამჩირეში აფხაზებთან ერთად ხო უფრო ადვილი არა მეზობლების საუბარი. და ეს ვიღაცას არ მოეწონა ახლა, რომ ესე იგი სამეგრელოს როლი საქართველოს აღმშენებლობაში აი ესეთი დადებითი კუთხით, როგორც წარმოაჩინეს, როგორც უნდოდათ რასაკვირველია გამსახურდიასა და კოსტავას. და რაც მოხდა, თქვენ იცით, ახლა აღარ დავკარგავ დროს ამაზე საუბრით. მათ უნდოდათ სამეგრელო მხოლოდ აი ესეთ რაღაც დაკნინებულ და ესეთ აი დაპირისპირებულ დაჩაგრულ როლში, როგორც ახლა აპირებენ ახლა ზოგიერთები, რომ აი თურმე ქართველები ჩაგრავთ მეგრელებს, ახლა ჯერ ქართველი მეგრელები, ახლა მეგრელებზე მეტი ქართველები, ახლა სვანების არ იყოს, ჩვენზე მეტი ქართველი ვინ არისო, ხო? ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი, ქუჯიერისთავიდან დაწყებული, ხო? ხო და მაგრამ არსებობენ ახლა იქ ნახევრად განათლებული ხალხი ახლა სამეგრელოში, რომლებისთვის რომ აი იმიტომ რომ რადგანაც ახლა სამეგრელოში ახლა მეგრულ ენას არ ასწავლიან და იქ ვითომ აფხაზეთ თუ აქ რაღაც ავტონომია, იმიტომ უნდა კონდეს ახლა სამეგრელოსაც მაინც და მაინც და ეკუთვნის, ხო, მე არ ვარ მეგრელი და ჩვეულებრივი საქართველოს ცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ვარ და
ყველაზე კარგად ვიცი რა ეკუთვნის სამეგრელოს და მეგრული ენა უფრო ძველია ვიდრე თვითონ ქართული. მე მგონი ესეა, არ ვიცი ახლა არავის არ შევეკამათები, მაგრამ ახლა მე როგორ ვიცი, აი სასაცილოდ არ ყოფნის, რომ აი ვიღაცებმა ახლა მე-20 საუკუნეში და 21 საუკუნეში წაიკითხეს და გაიგეს, რომ თურმე ახლა სამეგრელო რა ყოფილა საქართველოსთვის მეგრული ენა და ასე შემდეგ. და ახლა აი ზვიად გამსახურდიან ვერ გაიგო და იმან კოსტავამ ვერ გაიგო და კიდე აღარ ჩამოვთვლი ახლა ესე ჩვენ დიდ მამულიშვილებს მარტო ეს ორი ბუმბერაზი ადამიანი ყოფათ ახლა ჩემ თავს არ მივათვლი მაგას რომ ახლა მე არ ვიცი რა არის სამეგრელო და რა ბრილიანტია ხო და ვიღაც მე ნახევრად განათლებულმა ხალხმა და უფრო გაუნათლებლებმა იციან რომ თურმე სამეგრელო ყოფილა რაღაც ძველი და რაღაც ისეთი და ჩვენ არ ვიცით ახლა და თურმე ზვიად გამსახურდია მარიცოდა ახლა და კარც კოსტავა მარიცოდა სამეგრელო რა არის საქართველოს და ზოგადად რას წარმოადგენს სამეგრელო ხო? ამიტომ აი ეს პროექტი ჩავარდა, ვერ გავიდნენ არმენები შავ ზღვაზე, ვერ გავიდნენ, ვერ დაშალეს საქართველო. ნუ იქ აფხაზეთის ჯერჯერობით მოგეხსენებათ რა მდგომარეობაშია და იქ ახლა ინგლისი მაინც თავის დიდი წონით მაინც რაღაცებს ახერხებს და ჯერ ინგლისი ჩვენ არ გვინახავს, იმიტომ რომ მე გამოჩნდება, როდესაც საკითხი აფხაზეთის დაბრუნებაზე მივა, აი მე გამოაჩენს ინგლისი თავის კლანჯებს მაგ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ის პროექტი უვარდება ინგლისს მთლიანად. აი ჩრდილოეთ კავკასიის ხალიფატი და ესე შემდეგ. ნუ ეს მე უკვე გესაუბრეთ და ამაზედაც არ დავკარგავ დროს. ამიტომ დიდი პროექტი ჩავარდა საქართველოში და უკვე ანუ ეს გზა არ გაკეთდა შავი ზღვიდან ირანის სანაპირომდე და შემდეგ უკვე ინდოეთის ოკეანის ინდოეთამდე ეს გზა არ გაკეთდა, ჩავარდა. ისევ იმ გზამ აჯობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზამ. როგორც აი მე ადრეც აღნიშნე ერთ-ერთი ვიდეოს, აი დავით აღმაშენებლის დროსაც იყო ეგეთი რაღაცები და მაშინაც იმ გზამ აბჯობა, ყებჩაღები შემოიყვანა, ხო? ყებჩაღები თურქმანული ტომებია, როგორც ვიცი. და მაშინაც იმ გზამ აჯობა და ეხლაც როგორც ჩანს ეს გზა ჯობნის ჩრდილოეთი სამხრეთის გზას. იმიტომ რომ ფრანგებმა ფეხებზე დაიკიდეს ქართველები, საერთოდ არ გაითვალისწინეს ქართველების ინტერესები და მიედნენ ამ არმენულ ინტერესებს და მათ ესე იგი როგორც უკვე ვთქვი რომ მათ უთხრეს აი ეს მიკერტი ჩანაშვილი არის მიკერტიჩიანი, ჩვენი კაცია, ის მეორე კიდევ ვიღაც კინორეჟისორი, ისე ჩვენი მიკერტი ჩანაშვილია. ნუ ზოგი ახლა არმენი გიორგაძეები, სავსია, ბარათაშვილები, რა ვიცი, წერეთლები რამდენიც გინდა, ეს გვარგატაკეთებული ხალხი და იქ უბრალოდ დაუდეს, აი ფაქტები დაუდეს პარიზში, რომ ესენი აი სამთავრობოში ეს ჩინოვნიკი, ის ჩინოვნიკი, ეს პოეტია, ეს საზოგადო მოღვაწეა, ეს მწერალი, ეს ყველა ჩვენი ხალხია, ჩვენ ვაჭმევთ და ზოგი ჩვენი აგენტია, ზოგი დაშინებულია, ზოგი უკაცრავად ნახმარია და ამის კადრები გვაქვს, ზოგი ფულშია დაჭერილი, ზოგი მოტყუებულია და იცის რომ ქართულ საქმეს აკეთებს, მაგრამ სინამდვილეში საბოლოო ჯამში ის ჩვენ საქმეს გააკეთებს, ან როცა არ გვინდა თავიდან მოვიშორებთ, როცა უკვე მიხვდება რომ ვატყუებთ, უკვე თავიდან მოვიშორებთ და ესეთი არგუმენტებით საერთოდ უგულებელყვეს ქართული ინტერესები, ქართველები საერთოდ უგულებელყვეს მათ და ამით წააგეს, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, არ ღალატობს მიკერტი ჩანაშვილი, არ ღალატობს საქართველოს, როგორც აღმოჩნდა და აქ დაბადებული არმენები თუ სომხები უფრო მეტად ახლა საქართველოში უფრო სომხები არიან, არმენები უფრო იქით არიან.
ისინი არ ღალატობენ საქართველოს უბრალოდ, იმიტომ რომ აი აქ დაბადებული ადამიანია, სულ სხვა ალბათ მიწის ენერგეტიკაა, ხო, რაღაცა ის რომ დაბადებულიყო ერევანში, ის ფარაჯანოვი არ იქნებოდა. არავითარ შემთხვევაში აი ეს არ იქნებოდა რა. ის თბილისში რო იყო და თბილისელი სომეხი რო იყო, იმიტომ იყო ის ფარაჯანოვი. და მაგრამ ნუ ესე ურცხვად წაიყვანეს, რომ იმიტომ რომ ეთნიკური მე და როგორც ერთი წაკითხული მაქვს, ვიღაც აქაურ სომეხს ეუბნებოდნენ ასევე. არ ვიცი, ფარაჯანოვმა თქვა თუ სხვა სომეხმა თქვა თბილისელმა, რომ ეს გადმოდიო ერევანშიო რაღაც, ნუ ცნობილი პიროვნება და რაღაცა. მაშინ ყველა გადმოვალთო. ყველანი წამოვალთო საქართველოდან რა, ვიცავთ და არ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენებურები აი ეს სომხებით საქართველოში სულ სხვა ხალხია და იქით სულ სხვა ხალხია. გარწმუნებთ რა, აი ჩვენ მიწაზე დაბადებული ნებისმიერი გინდა რუსი იყოს, გინდა სომეხი იყოს, გინდა არმენი იყოს, გინდა აზერი იყოს, არ ვიცი, სულ სხვა ხალხია, იმიტომ რომ ეს მიწა და ეს კულტურა აი სხვა არის. ჩვენ განსხვავებული ხალხი ვართ, ამას ხლა არ ვაქიბუქობ, მაგრამ ნუ ესია რა, მე ეს მჯერა რომ ესია. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ესე იგი საფრანგეთის გადანაწილება მიდის, საფრანგეთის კოლონიების მისი სიმდიდრეების, მათ ყველა იმიდან გამოაგდებენ. ნუ არ ვიცი ახლა რამდენად შეზღუდავენ, ეგ უკვე აღარ ვიცი, იმიტომ რომ სულ დაკნინებაც არ აწყობს, მით უმეტეს ინგლისსაც შეიძლება არ აწყობს. და ეხლა მიმდინარეობს რა, ეხლა მიმდინარეობს ვაჭრობა ინგლისსა და ამერიკას შორის, ანუ ებრაელებს შორის და ინგლისს შორის, იმიტომ რომ აი ინგლისი მოგეხსენებათ აი სამეფო ოჯახების ფარველად მოიაზრება, ანუ ეგ როლი აიღო, როდესაც ეს რევოლუციების მერე ეს კასკადი წავიდა, მეფის დინასტიები დაემხო და ეს თავადაზნაურობა და რაღაც ჩრდილში გადავიდნენ, ინგლისმა აიღო მათი შეფობის როლი და ფაქტიურად ერთადერთი დარჩა ინგლისი, ესეთი დღემდე ხელშეუხებელი მონარქი, ასე ვთქვათ, და მან აიღო შეფობა დანარჩენ მონარქებზე და ეხლა ინგლისი ცდილობს ირანში მოიყვანოს მეფე და ეხლა მიდის ვაჭრობა, მაგრამ ებრაელებს ისრაელს უპირველეს ყოვლისა მაინც ეშინია, იმიტომ რომ მეფე რომ მოვა, ეს მაინც ნიშნავს გარკვეულ ნაციონალიზმს ირანში და დღეს თუ არა მაინც გაგრძელდება ეს ირანის ბირთვული პროგრამის ეშინიათ, ხომ ესია? და მაინც არენდობა, მეფესაც არენდობა და უნდა რომ საბოლოო ჯამში მოაგვაროს ირანის ბირთვული პროგრამა და ანუ გაუნადგუროს რა და ირანი გადააქციონ რაღაც დემოკრატიულ რაღაც სახელმწიფოდ, სადაც ესეთი მათ მერე არასამთავრობოებს შეყრიან, ნუ როგორც ხდება ახლა ეს განვლილი გზა არის, პრობლემა არ არის, იქ არასამთავრობოები გაჩნდება, იქ რაღაც მით უმეტეს რომ ირანი ძალიან ისეთია 30 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობსო და ძალიან სხვადასხვა ეთნიკური ისეთი ჯგუფებია, რომ მერე დაიწყება იქ რაღაც ეთნიკური თვითგამორკვევები, იქ რაღაც უფლებები მაგათი და იქ პარლამენტში მაგათი ადგილები და ესე დაიწყება დაგსაქსვა ირანის და ირანი გადაიქცევა უბრალოდ რაღაც დიდ ტერიტორიად, სადაც აი სხვადასხვა ძალები მოქმედებენ და ბირთვულ პროგრამაზე უკვე უნდა დაივიწყონ, იმიტომ რომ ბირთვული იარაღის შექმნას კონსოლიდაცია ჭირდება და გარდა დიდი თანხებისა, მას საკვირველია იდეა ჭირდება, ერთი მთლიანი სახელმწიფოებრივი იდეა ჭირდება. და ესე დაგსაქსული და იქ ერთი დეპუტატი ებრაელებზე მუშაობს, მეორე რუსებზე, მესამე გერმანიაზე, მეოთხე საფრანგეთზე, იქ ვიღაც მონარქია ინგლისზე მუშაობს, ესეთ ქვეყანაში არაფერი არ გამოვა აბსოლუტურად რა. ამიტომ ეხლა მიდის ვაჭრობა იმაზე, რომ აი ეს რევოლუცია ირანის ხელისუფლება როგორ შეცვალონ, რევოლუციის შეცვალონ და შაჰი მოვიდეს თუ ბოლო-ბოლო დაარტყან ირანს და გაანადგურონ და გახადონ რაღაც ერთ-ერთი რიგითი, იმიტომ რომ
ირანი არის სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაზე ახდენს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ძალიან დიდი და უზარმაზარი არ არის, მაგრამ ეს მოსდევს ისტორიულად ესია. ეხლა მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაც საუბარი იყო, მნიშვნელოვანი იყო აი გერმანიის გამოსვლა, გერმანიის კანცლერის გამოსვლა, რომელმაც აღნიშნა ეს ხიდჩატეხილობის პრობლემა. მაშინ თავადებს თემები რო იყო ადრე სკოლებში და ეს ხიდჩატეხილობის კი არა, ძალიან დიდი განხეთქილებაა ამერიკასა და ევროპას შორის, იმიტომ რომ ევროპას უნდა დაიცვას თავისი ინტერესები იგივე უკრაინაში, მაგრამ უნდა ეს რომ გააკეთოს ხვის ხარჯზე. ნუ როგორც მიჩვეულია ევროპა და ამერიკას არ უნდა ეს და აი ეს კითხვა რო ებადება ერთი ადრე იყო ხოლმე კომენტარები რომ აი ინდუსებს უშვებენ და იმის ევროპაში და იქ ვიღაცებს და აი ქართველებს არ აძლევენ იქ ინდუსებს თუ აფრიკელებს თუ ვინცაც უშვებენ ევროპაში ამას აქვს უპირველეს ყოვლისა რა დანიშნულება აქვს ამას აქვს დანიშნულება რომ ეს მათ შეყავთ მეომრები ევროპამ 50 წლის წინ იცოდა რომ რაღაც დაპირისპირება იქნებოდა ევროპასთან, ამიტომ ახლა ევროპელი რო არ წავიდოდა საომრად, ეს მათ გასაგონად ვისაც ჯერა რომ აქ ჩამოვა ნატოს ჯარისკაცი და დაიცავს საქართველოს, ეს სისულელია. ერთადერთი ჯარისკაცი ნატოში, ვისაც შეუძლია საქართველოს ჩამოვიდეს და საქართველოს ინტერესები დაიცვას, ეს არის ამერიკელი ჯარისკაცი და ერთადერთი ჯარისკაცი, ვისაც შეუძლია ნატოს გარედან ჩამოვიდეს საქართველოში და დაიცვას საქართველოს ინტერესები, ეს არის რუსის ჯარისკაცი. და მათ შეიყვანეს ეს ხალხი, იმიტომ რომ შემდეგში ისინი ყოფილიყვნენ მათი ჯარის მეომრები, ნუ ოფიცრები და ზედა ეშელონებში იქნებოდნენ ევროპელები და ჯარის სახარჯო მასალა, ასე ვთქვათ, იქნებოდა საზარბაზნე ხორცი, იქნებოდნენ აი ეს ჩასული ხალხი და ესეთი ამისთვის შეიყვანეს იქ ეს აფრიკის ხალხი და ესე იგი აზიის რომ შემდეგ ისინი ჯარში წინა ხაზზე გაეშვათ და ევროპას შეენარჩუნებია თავისი გენოფონდი. მოკლედ ეს პროექტი დამთავრდა, ეს გზა ჩაიკეტა, საქართველოს არ მისცა საშუალება ფრანგებს და არმენებს რომ გასულიყვნენ შავ ზღვაზე. და შავი ზღვიდან მერე წასულიყვნენ ინდოეთში და ნუ ის გერმანელებმა მიუნხენის კონფერენციას კი გადაუგდო ერთი ძვალი მათ ინდოეთი აღნიშნა რომ აი ინდოეთიო ჩვენო აქ ევროპაშიო რაღაც ანუ ინდოეთს უთხრა რომ თქვენ რო ხედავთ ახლა საფრანგეთს რო უჭირს და ინგრევა ფრანგული იმპერია ნუ გეშინიათ ჩვენ მოგხედავთ ანუ ჩვენ მიანიშნა რომ ჩვენ ბანაკში გადმოდითო რა ნუ გაიგიჟებთ თავს ფრანგების გულისთვის და ნუ დაიწყებთ ომსო რა ჩვენ არ მიგატოვებთ ახლა ეს ტყუილი იყო თუ მართალი იყო რომ ამით ინდოეთი გაიჩერებინათ უდიდესი ძალა რასაკვირველია მსოფლიოში ეს კიდე ძალკე საკითხავია მოკლედ ეს გზა გაჩერდა მიუნხენის კონფერენციაზე ითქვა რომ თქვენ თუ გინდათ ამერიკამ უთხრა ევროპას რომ თქვენ თუ გინდათ უკრაინაში ბრძოლა თქვენ თვითონვე იბრძოლეთ თუ არა და მაშინ მე თვითონ მოვაგვარებ უკრაინის პრობლემებს ეს პირდაპირ თქვა იმან ამერიკელმა რომ გამოდიოდა ანუ არჩევანს უკვე ფაქტის წინაშე აყენებს რა ანუ თუ მე ვაგვარებ ამ პრობლემას რუსეთთან ერთად მაშინ მე მოვაგვარებ და ისე მოვაგვარებ როგორც მე მინდა თუ თქვენ აგვარებთ ამ პრობლემას ევროპავ მაშინ თქვენ მოაგვარეთ ეს პრობლემა რუსეთთან და მე არ ჩავერევი და ნუ ანუ ორ ცეცხლ შუა არის ახლა ევროპა თუ ახლა რუსეთს დაუპირისპირდება რუსეთს შეიძლება იქ პარიზში ჩავიდეს ხო იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც არის ახლა უკრაინა დაპირისპირებულია რუსეთთან თუ რაღა ეს შეიძლება აი ზელენსკი უცებ მოაშთონ რაღაც მომენტში და უკრაინის მთელი შეერაღებული ძალები გადავლენ რუსეთის მხარეს და შეუტოვენ იქით გერმანიის საფრანგეთის და იქით პოლონეთთან ერთად
ალბათ ხო ისინიც იქით წავლენ მერე იმიტომ რომ ესენი მაინც სლავები არიან და ნახავენ საბოლოო ჯამში როდესაც მოიშორებენ იქ ფრანგებს და ფრანგ ექსპერტებს და ინგლისელი ექსპერტებს და კეთილმსყოფელებს რომ მოიშორებენ იქ მაგიდიდან ერთმანეთთან სადაც ერთმანეთთან საუბრობენ ან შუამავლებს რომ მოიშორებენ შემდეგ უკვე ეს ომიც დამთავრდება აი როგორც ჩვენ და რუსეთის ურთიერთობაში რაღაც ხანი შუამავალი მოდის ხან აქედან ვიღაც მკრტჩანაშვილია ქართველი მკრტჩანაშვილია იქიდან რუსი მკრტჩანაშვილია და ორივე საფრანგეთზე მუშაობს არმენიაზე მუშაობს და ეხლა ესენი ქართულად და რუსულად მოაგვარებენ ჩვენ საქმეს ხო არ მოაგვარებენ არა ესენი აგვარებენ ისე როგორც მათ უნდათ ხო ამიტომ ეს ზედმეტი ხალხი ზედმეტი აი ეს მშვიდობის ყოფილები რომ მოშორდება მოლაპარაკების მაგიდას მე როგორ ყველაფერი დალაგდება და გარწმუნებთ რომ მთელი უკრაინის შეერაღებული ძალები უცებ აღმოჩნდება რუსეთის გენშტაბის მაშინ შემადგენლობაში და შეიძლება პოლონეთის მანდ ჩაერთოს იმიტომ რომ პოლონეთი მაინც ამერიკის პროტეჟია ებრაელების უფრო მეტად და ნუ გერმანიაც უფრო აქეთ არის ებრაელებისკენ ვიდრე საფრანგეთ და ინგლისისკენ ხო ამიტომ ეს ძალიან რთულია ევროპისთვის და საბოლოო ჯამში მე მგონი ისე იქნება ამიტომ ეხლა ევროპა ცდილობს რომ ირანში ასე ვთქვათ გააძლიეროს რაღაც ის ბირთვული რაღაც ქოლგა მისცეს ირანს რომ ირანი და ინდუეთი ერთად უკვე ძალიან დიდი ძალა ახლა მარტო ინდუეთი ვერ იქნება დიდი ძალა და ირანი და ინდუეთი უკვე ძალიან დიდი ძალაა ეს უშველებელი პროექტი ჩავარდა იმიტომ რომ საქართველოს ფეხი დააბიჯეს და საერთოდ არაფერს შეარ ჩააგდეს და მისი დაშლა მოინდომეს და ასე იქნება ყოველთვის იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის მიერ კურთხეული ქვეყანა ვართ ეხლა ვისაც ეჩვენება რომ მე ძალიან რაღაც ისე გაზვიადებულად ვსაუბრობ კი ბატონო მაშინ გადახედეთ ისტორია და ჩამოთვალეთ იმპერიები რომლებიც ჩვენ დაგვიპირისპირდა და სად არიან ისინი და სად ვართ ჩვენ ხო შეიძლება რაღაც თვარეზე არ დაუფრინავთ მაგრამ ბოლო-ბოლო ვარსებობთ და ის იმპერიები აღარ არსებობენ ხო ესე არა რა გამოსავალია ესე იგი მე შეიძლება ჯობდეს რომ ირანში მოვიდეს მეფე მაგრამ ეს უკვე ნიშნავს რომ იქ ინგლისი გაიძლიერებს თავის პოზიციებს და რეგიონში გაიძლიერებს ინგლისი თავის პოზიციებს და აქედან გამომდინარე ნუ აფხაზეთში უფრო გაგვიჭირდება ჩვენ იმიტომ რომ ირანი უფრო დაიწყებს ჩრდილოეთ კავკასიაში შემოსვლას და საქართველოში შემოსვლას, თბილისში შემოსვლას. ნუ ეხლა არა, ნუ 20 წლის მერე დაახლოებით, მაგრამ ნუ 20 წელიც დრო არის და შეიძლება საქართველოში თუ იქნა ესეთი მოაზროვნე მთავრობა, როგორც აი ეხლა რო კობახიძესო რა უნდა და ირანშიო და რაღაც აბსოლუტურად სულელური რაღაც განწყობილება. აბა ეხლა კობახიძე სად ეხლა თვარეზე ხوار გაფრინდება ეხლა ირანი არის რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი და უდიდესი კიდევ ვიმეორებ სოფლიოს პოლიტიკაში რომ მონაწილეობს ქვეყანა და ეხლა აბა და რამდენი კილომეტრია ბოლო-ბოლო ირანამდე და რა ვქნათ ეხლა ჩვენ არ ვესაუბროთ ირანს, არ ვესაუბროთ რუსეთს, აბა ვის ვესაუბროთ ევროპას, რომელიც აღშფოთდება, ქართველებს თავებს დააჭრიან და გაუპატიურებენ ევროპა რო აგვიხშფოთდება, აი ეს კი ბატონო, გესაუბრებით თქვენ ევროპა, მაგრამ აი ეს ალიევმა რო უთხრა, ხო? ჩავიდნენ რაღაც ევროპის დელეგაცია და ალიევი უნდა რომ მე გამიკვირდაო, როდესაც მითხრეს რომ ევროპელებს უნდათო ჩამოსვლაო და არ მithქვია უარი და კი ბატონო ჩამოგბრძანდით თქვენ, მაგრამ აი რა უნდა მითხრათო, ხო? 30 წელია აგვარებთ და ეხლა რა გინდათ მოგვარდა ეს პრობლემა და ჩვენ თვითონ მოვაგვარეთ თქვენს გარეშე. აი ხო მე არ დამიპატიჟი ხართო. თქვენ თვითონ ჩამოხვიდეთ, მაგრამ უარი ხო არ გითხარით, ხო არ დაგიკეტეთ საზღვარი და არ ჩამოხვიდეთო, ესე ხო არ გითხარითო? აი ალიევი როგორი ძალიან მაგარი პოლიტიკოსია. კი ბატონო ჩამობძანეთ, მაგრამ აბა გისმენთ რა უნდა მითხრათ ეხლა თქვენ
კონფლიქტი მოგვარდა თქვენს გარეშე, ხო? და როდემდე, ხო? და ეხლა კიდე ჩამოდიხარ და რაღაც ხო. კი ბატონო, ჩვენც დავდივართ ეს ევროპაში, ვესაუბრებით და რა მერე. აი, როდესაც ჩვენ გაგვიჭირდა სარკოზი გითხარით, რატო დარბოდა, ხო, სარკოზი საქართველოსზე კი არ ქონდა ის, მაგრამ საფრანგეთის პასუხისმგებლობის ქვეშ ვიყავით ჩვენ საბჭოთა კავშირი დაინგრა, საფრანგეთს გადაეცა საქართველო და იმიტომ იყო იქ პრეფექტები რო გაჩნდნენ, ხო? საქართველოში აი ზვიად გამსახურდი აზრს. იმიტომ რომ პირდაპირ მისცეს ის რაღაც წყობიდან რაღაც წყობაზე რო გადადიხარ, მით უმეტეს ადმინისტრაციაში იქ უნდა იყოს, რამდენი დამლაგებელი უნდა იყოს, რამდენი იქ, რა ვიცი, მოადგილე, იქ ამ სამსახურის უფროსი, იმ სამსახურის უფროსი, რასაკეთებს პრეფექტი, რა არის მიცი მოვალეობები, უფლებები და ეს ყველაფერი იქიდან საფრანგეთიდან წამოვიდა, როგორც კოლონიაში რა. და როდესაც საქართველოს გაუჭირდა, სარკოზი ხან ვაშინგტონში გაფრინდა, ხან რუსეთში გაფრინდა, ხან ისე, ხან ასე, ანუ ვერ აგვარებს ის ხალხი, ანუ ეს არის უბრალოდ ტყუილი, ეს არის ვინც აქ არის და ევროპას გაიძახის ეს ხალხი, ისინი უბრალოდ არიან ნახლებნიკები რა, რუსულად ვთქვი, აი ბაგაზე დაბმული ხალხი, აი მიმულია იქ ვიღაც იმათ აჭმევს ევროპა, თვითონ არიან კარგად რაღაც გრანტებს სხედან, რაღაც იქ უფინანსებენ მისვლა-მოსვლას ევროპაში, იქ რაღაც სიუჟეტებს გააკეთებს, მივლინება, იქ რაღაცა დარჩება, იქ ხელფასი და ასე თუ ისე კარგად არის რა, ახლა ზოგი ბევრ შეულობს, ზოგი ნაკლებს შეულობს, ზოგს წიგს უბეჭდავენ, ზოგს მწერალი დაარქვეს, იქ პოეტი დაარქვეს და კარგია ხო, რომ რაღაცა შემოსავალი გააქვთ, ამ მწერალი გქვია, ამ პოეტი გქვია, თან რაღაც ესეთი დატკეპნილი იმებს საუბრობ რაღაც საქართველოსზე და ევროპაზე და რაღაც ეგეთები და ხარ ესე იგი როლებში შეჭრილი და სინამდვილეში, როდესაც აქ ქართველებს თავებს დააჭრიდნენ იქ მოსკოვში გაფრინდნენ, ხო და ნუ ვინ ხარ მაშინ შენ რა ფეხებად მინდიხარ სმენელთან ბოდიში თორე ახლა იმათთან კი არა ბოდიში ვინ ჩემი ფეხები ხარ შენ თუ მაინც იმაში უნდა წავიდე რა ქვია ვაშინგტონში და მოსკოვში უნდა წავიდე და იქ რაღაცა კონტრიბუციები მე გავცე ანუ ისევ ჩემ ხარჯზე ისევ 13 ესე იგი ჰიდროელექტროსადგური უნდა წაიღოს რუსეთმა ისევ რაღაც ოქროსაბადო უნდა წაიღოს ისევ ნუ აბა შენ ვინ ახარ აი ვინ ჩემი ფეხები ხარ შენ რას აკეთებ ხო მოდი მე მოველაპარაკები იმ რუსეთს და იქნებ ის 13 ჰიდროელექტროსადგურის მიცემაც არ დამჭირდეს მე რუსეთისთვის ისე დაველაპარაკო ხო და დარწმუნებული ვარ რომ ქართველები რუსებს ისე დაელაპარაკებიან რომ არაფერს არ წაიღებს რუსეთი აქედან არც ელექტროსადგურებს მოითხოვენ და არაფერს ყოველგვარი აი შუამავლების და ემეების გარეშე აი მიკრტ ჩანაშვილების გარეშე რა მოსკოვიდან და ჩვენიდან. როდესაც ჩვენ დავსხდებით შუამავლების გარეშე და დავილაპარაკებთ. ამიტომ მე მაინც მირჩევნია რომ ირანში ამერიკამ მოაგვარო საქმე ვიდრე ინგლისმა, იმიტომ რომ ინგლისი იგივე ესე იგი არაფრის მაქნის პოლიტიკას გააგრძელებს, იგივე ევროპულ პოლიტიკას გააგრძელებს, როგორც აქამდე აკეთებდა საფრანგეთი და ჯობია საქმე იმან გააკეთოს, ვინც გამკეთებელია ამ საქმის, ხო ესეა რა. მე არ მჯერა, რომ ინგლისი რო შემოვიდე საქართველოში, ის ქართულად იაზრონებს და ქართველებისთვის იაზრონებს, როგორც აი საფრანგეთი ვერ აზრონებს და ამიტომ მირჩევნია ისევ შეერთებულ შტატებმა მოაგვაროს ირანში პრობლემები და ისევ შეერთებულ შტატებს გავესაუბროთ ჩვენ და ან რუსეთს გავესაუბროთ კი ბატონო, აი ყოველგვარი აი მათი აი ჩანერგილი აგენტურის გარეშე და ვითომ აქ რო სხვას გესაუბრება ტელეეკრანებიდან და იქ სხვას საუბრობს და შენ ხარ რაღაც ვაჭრობის ობიექტი, ანუ შენ ხარ მენიუში. ნუ იმედია ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, გაიგეთ უფრო მეტი და გვირდებით რომ ჩემთან ერთად თქვენი აზროვნება და ფიქრები უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.